გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა გესაუბროთ ახალ ქართულ წიგნზე, რომელიც თანამედროვე ქართველმა მწერალმა მარიკამ ამავაძემ დაწერა, ამას ქვია ბილეთი, რომელიც უკვე დაიბეჭდა და რომელიც იქნება თბილისის წიგნის ფესტივალზე წარმოდგენილი მაღაზია ლიბრას სტენდზე. თავიდანვე გეტყვით, რომ მარიკა არის ჩემი კლასელი, მაგრამ ამ ვიდეოს ჩაწერა იმიტომ არ გადამიწყვეტია, რომ ის ჩემი კლასელია და რაღაცნაირად მინდა რომ ესე მიკერძოებულად შევაქო, მინდა ვთქვა, რომ მისი ნამუშევარი, რომელიც არის მხატვრული ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, აი ამ ჟანრისთვის, რომელიც სხვათა შორის ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი წავიკითხე სხვადასხვა ქვეყნებიდან და სხვადასხვა კულტურებიდან გამოსული ადამიანების და აი ეს ნაწარმოები, რომელიც მარიკას ეკუთვნის, არის შესანიშნავი ნამუშევარი ამ ჟანრში. და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ძალიან კარგი, ძლიერი, მყარი, ასე ვთქვათ, solid, რომელიც არის შესანიშნავად შესრულებული, ყველა მხრივ ტექნიკურად, როგორც ასე ვთქვათ, მწერლური ნაშრომი და აი როგორც მასშტაბი ნახელავი, ანუ აი ტექნიკურად არის შესანიშნავად შესრულებული, დრამატურგიულად, ფანტასტიკურად გამართული, ხრობის სტილი, ენა, რომლითაც ავტორი მოგვითხრობს თავისი ცხოვრების შესახებ. მე ზოგადად იცით, რომ არ მიყვარს ხოლმე და არ ვლაპარაკობ სიუჟეტის შესახებ, იმიტომ რომ არ მინდა რომ რაღაცა სპოილერი გამოვიდეს და პრინციპში აქ ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ რაღაცნაირად სპოილერებით არ გამოვა, რომ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ეს რაღაცა ისეთი ჩახლართული ამბავი არ არის, რომელიც უნდა გახსნა, არამედ ეს არის ამბავი, რომელსაც გიყვება შენი თანატოლი, ამ შემთხვევაში ეს მილენიალი ავტორი არის და მილენიალებს ზუსტადაც რომ კიდევ ერთი კარგი ნაწარმოები შემოემატათ იმისთვის, რომ გავიხედოთ ჩვენს წარსულში და გავიხსენოთ ემოციები, რომელიც გქონდა და გვეუფლებოდა. აი ამ მხრივ, აი ეს ემოციები და ეს რეფლექსია, რომელსაც გვთავაზობს ავტორი, აი ესეც ძალიან ნაცნობი არის და ძალიან ხშირად იწვევს ემპათიას, ძალიან ხშირად იწვევს კავშირს ავტორთან და იმ სამყაროსთან, რომელსაც ის გადმოგცემს. მარიკა გველაპარაკება როგორც თავის ამჟამინდელ ცხოვრებაზე, ის არის 4 შვილის დედა და გვესაუბრება თავის შვილებზე და თავის შვილებთან ურთიერთობაზე. ოღონდ უფრო მეტად ფოკუსი აქვს თავის თავზე იმ მხრივ, რომ ის გვიყვება როგორი არის აი ეს სამყარო, ეს დაბრკოლებები, ასე ვთქვათ, გამოწვევები თუნდაც, რომელიც მას ხვდება ყოველდღიურობაში, ის რომ მაგალითად მისი უფროსი ქალიშვილი ცხოვრობს ოკეანის გაღმა, რომელიც არის ნიჭიერი მუსიკოსი, ის მერე ვთქვათ, მას უწევს ძალიან ბევრი მოგზაურობა სხვა მსოფლიოში ბიზნესის გამო, რომელსაც მისი ოჯახი ფლობს და აი ეს ყველაფერი ამის ნიადაგზე ვთქვათ, იქ სხვადასხვა ურთიერთობები, არა მარტო ოჯახთან, არამედ ზოგადად სამყაროსთან, მისი შფოთვები, რომელიც დაკავშირებული არის, ვთქვათ, როგორც შვილებზე ნერვიულობისგან, ისევე ვთქვათ, წარსული ტრამვებისგან, იმიტომ რომ ყველანი გავიზარდეთ იმ საქართველოში, რომელშიც გავიზარდეთ და მოკლედ აი ეს ყველაფერი ძალიან კარგად აქვს აღწერილი. და შესაბამისად ლიტერატურულადაც, მწერლურადაც, ტექნიკურადაც ყველანაირად გამართული ნაწარმოები არის. მარიკა ძალიან ნაკითხი გოგო არის, როდესაც დადო Facebook-ზე, რომ ჩემი წიგნი დამთავრებული არის და ეხლა ვცდილობ, რომ გამომცემლობის შევთავაზო, მაშინვე შევუვარდი მესენჯერში და უთხრე, რომ მეთქი მოიტა წამაკითხეთ ხო და წამაკითხა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ამ რომანმა. არ ყოფილა მაინც და მაინც დიდი მოულოდნელობა, რომ ესეთი კარგი იქნებოდა. ენაც მათ შორის აი ეს თხრობის ენაც ძალიან გამართული არის და აი ეს მინდა აღვნიშნო, რომ თუ ხარ ადამიანი, რომელსაც უნდა მწერლობა და გინდა რომ მოყვე შენი ამბავი, ეს არის ერთ-ერთი მათ შორის კარგი სახელმძღვანელო წიგნი იმისთვის, რომ აი წაიკითხო და აითვისო ის თუ როგორ უნდა გადმოსცე შენი ამბავი. არის კიდევ რა თქმა უნდა ბევრი ქართველი მწერალი, რომელიც ამ ჟანრში წერს. მარიკა არის ერთ-ერთი ამ მწერალთაგანი, რომლის ეს ნაწარმოებიც იქნება საინტერესო როგორც იმისთვის, რომ დაждდე წაიკითხო, გაიგო ავტორის ემოციები, მისი მოგონებები, მისი გამოცდილება, რაღაცა საერთო იპოვო მასთან და ამავე დროს როგორც სახელმძღვანელო იმისა თუ როგორ უნდა წერო ამ ჟანრში. მოკლედ ბევრი რო აღარ ვიბოდიალო ეხა და რაღაცა არ გავიმეორო სხვადასხვა მოსაზრებები, იმდენ რამდენადაც არ მინდა რომ სიუჟეტზე ვისაუბრო. კიდევ ერთხელ აუცილებლად გირჩევთ, რომ ეს წიგნი შეიძინოთ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს თბილისის წიგნის ფესტივალზე, მაღაზია ლიბრას სტენდზე. ხო და ძალიან დიდი მადლობა მინდა მას ასევე გადაუხადო იმისთვის, რომ წამაკითხა თავისი რომანი, ეს ექსკლუზიურად გამოცემამდე ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და ველოდები მასაც მინდა მივმართო
მიდეოდან და უთხრა რომ ველოდები მის მომდევნო ნაწერებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მალე ვიხილავთ კიდე ბევრ ტექსტს ხო და რაც შეგეხებათ თქვენ ძალიან დიდი მადლობა რომ ისმენდით და გთხოვთ რომ დაალაიქოთ და გადააშიაროთ